ცუკი, ერთ-ერთი ცუკი, ოღონდ უკვე შევერცხლილი თმით. ცუკის ვიდეოც გვაქვს შევერცხლილი და აბა გავუშვათ ერთი რა სიძახის, რა ის სასწაულსთან. დიდი ხანი ვფიქრობდი იმას, რომ შესაძლებელი იყო ხალხის მობილიზება ისე, რომ აი რაღაცა კიდე რომ მოხდებოდა, მაგალითად განათლების რეფორმა, მაგალითად ილიას უნივერსიტეტზე შეტევა, მაგალითად სოხუმის უნივერსიტეტზე შეტევა, რომ ეს გამოიწვევდა უკმაყოფილების დიდ ტალღას. როცა ეს ყველაფერი ვერ დავინახე, ანუ რამდენიმე თვეა უკვე ამაზე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში სად მივდივართ, რას ვაკეთებთ, თუ რაღაცა არის გასაკეთებელი, რას ვაკეთებთ. ჩემთვის ძალიან ძიმე იყო, ანუ მე ძალიან ბევრ ადამიანთან შევწყვიტე ურთიერთობა, ბევრი საქმე გავიფუჭე და ძალიან რთული იყო იმის აღიარება, რომ ესე იგი, ანუ ის რაც მე ვცადე, ეს არ მუშაობს. ანუ აღარ მუშაობს. დაუბრუნდა ხალხმა შეწყვიტა, ჩემს სფეროში ხალხმა შეწყვიტა ფაქტობრივად ბოიკოტი, დაუბრუნდა სახელმწიფოსთან თანამშრომლობას, არანაირი შედეგი ამ ბოიკოტმა არ გამოიღო. ანუ ის გზა, რომელიც მე ჩემთვის ავირჩიე, რომ არის რაღაცა გზა, ის გზამ არ გაამართლა. აუ, როგორ დამყარლეთ. ეხა შალიკო, აი წარმოიდგინეთ, აი ადამიანების უტიფრობის დონე წარმოიდგინეთ რა. ტიპი თვითონ ეპატიჟებოდა იმაში, რა ქვია, ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრად ეპატიჟებოდა. და ფული რო ვერ დაიადა, დაუწყო გინება. აი ნახეთ რა. ძურფასო თანავე მამულენო. პატივი მაქვს გაუწყოთ, რომ ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს ვთავაზობ ცნობილ მეცენატს და ბიზნესმენს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. თავისი. აი ესე თავისი. აბა. აი ესე თავისი. ეს როგორ იყო, იცი? აი ეს განცხადება ზუსტად მახსოვს რა. ესე იგი, აქეთ ხო იყო ჩემი ძმა. ხო. ოპოზიციის კანდიდატი რა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო და აქეთ იყო შალვა, რომელმაც ორი ხმა ვერ აიღო. მორჩევნები და მანამდე გამოვიდა, გესმის? და ბიძინა ივანიშვილს პრემიერად დაუშაო. ოღონდ მე მომეცით და ბიძინა რომ დაიკიდა და ხმა არ გაცა, ხო? მე გამწარდა და გადაეკიდა რა. ხო, ნუ როგორც ხდება ხოლმე რა. ანჩხლი გაკაპასებული ხალი ახლა იგივე გაუკეთა იმას. ყველა, ისა გეუბნები ყველასთვის ამომავალი წერტილი არის ფული. კი, ამომავალი წერტილი. ყველაფრისთვის. აი მე კიდე განახებთ, ახლა იქნებიან ესეთი ადამიანები რა. კი, მაგრამ ამას აქვს, ნახე რა, ამას აქვს განსაკუთრებულად ეგ მწვავედ, გეტყვი რატო. აი პერიოდულად, ნუ მოდი რა ვაღიაროთ, რომ სიგიჟეა ახლა ამის ეთერში სიარული რა. ხო, ეთერში ამის სიარული არ შეიძლება რა. ნუ ყოველ შემთხვევაში სერიოზულ თემებზე არ შეიძლება. როგორც ბავშვს არ უნდა მისცი, ასანთი არ უნდა. რო დაბლოკა, ერთი პერიოდი დაბლოკა გვარამიამ სანამ თავარი არხი ქონდა და მე ნუ დაბლოკა არა, მაგრამ განეიტრალა TV პირველმა. აი მე რა დღეშია, ყრიდა და რა დღეშია აგდებდა არის იმ თავის ბრიფინგ რუმში შევიდა და იმ ოტელში და წერდა და ის აქვს გამი, აი ანჩხლი ქალები რო არიან, ხო ხვდები? აი ანჩხლი ყველასგან მიტოვებული ქალები რო არიან, გაკაპასებულები. აი მაია ორჯონიკიძე მაგალითად. აი მაია ორჯონიკიძის სინდრომია, короче, ამას რა, მამრიონია. არა, მე რა ვერ გავიგე, ლიზა, აი წარმოიდგინე просто რა 35 წელია ეს და ესეთი ადამიანები ტელევიზორებში ჩადან ყოველდღიურ რეჟიმში. просто როდისმე ჩაუყენებიათ თავი მაყურებლის ადგილას. არასოდეს. რომ მაგარი ტიპები გონიათ თავი. აი მაყურებელი ხო იძახის გული გვერება მოგვაშორეთ ეს ტიპები ტელევიზიაში. შემოგზავნილები არიან ყველანი 35 წელია ერთი და იგივე სახეებს რო უყურებს ადამიანი. აი ჩააყენო, შენ რო გაყურებინო შალვა ერთი და იგივე სახე ყოველდღე მოგეწოდება. და შენ წარმოგიდგენ თავისთავად ვახურებინო. თავისთავად ვახურებინო, ის არ მოეწოდება რა, ნონ-სტოპით რა. თავის გადაობინო. ეგ არის, აი მინა, არ ვიცი, 21 საუკუნის ისინი არიან რა. მეგიზა კარდავები. სატელევიზიო მეგიზა კარდავები არიან, აწამებენ ხალხს რა. მართლა არიან ეგეთი პერსონაჟები, რომლებიც აღარ შეიძლება როდემდე შეიძლება ეს ხალხი აწამო რა. ნუ ეძახიან მერე გია რა. ვინები ისინი ეძახიან, მაგრამ თვითონ ხო უნდა იცოდეს რომ აი ბაზოლები ამოუყვანა ამ ხალხს თვალებში. არ მითხრა ძალიან გთხოვ რომ არიცი ამბიციური ადამიანის უბედურება მთავარი რა არის. ვიცი. კარგი. ეგ ამბავია რა. მოკლედ ნათელა შალვონაც გავიარეთ რა.